მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება მისი საიდუმლო ფიქრები და ემოციები თქვენზე. დღეს გავაკეთებთ 3 პოზიციან გაშლას, თქვენს წინაშე არის პოზიციები. ირჩევთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ არ რეზონირებს არჩეული პოზიცია, გადარჩევა შეგიძლიათ. ასევე შეგიძლიათ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს უყუროთ, შეგახსენებთ, რომ ვიდეო თქვენზე რეზონირდება მაშინ, როდესაც უსმენთ და კავშირში არ არის ის, როდის არის ატვირთული საიტზე. ვისაც პირადი კონსულტაცია გსურთ, ან ტაროს შესწავლით ხართ დაინტერესებული, დეტალებისთვის დამიკავშირდით მესენჯერში. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. ვიწყებთ პირველი პოზიციით და ვიგებთ იმ ადამიანის საიდუმლო ფიქრებს და ემოციებს თქვენზე, ვისაც ახლა ფიქრობთ. ამ პიროვნებას სურს განმეორებითი შეხვედრა. თუ უახლოეს პერიოდში გქონდათ შეხვედრა ამ პიროვნებასთან, ან პაემანზე წახვედით, ან რომანტიკული დღე გქონდათ, ან ღამე დარჩით მასთან, ამ პიროვნებას სურს ამ ემოციების უკან მიღება, განმეორებით შეხვედრა, ისევ რომ გნახოთ, ისევ რომ გქონდეს შესაძლებლობა, რომ გაიმეოროთ ის კარგი მომენტი. აქ შეიძლება იყოს ესეთი სიტუაცია, რომ მისი საიდუმლო ფიქრები და ემოციები და შთაბეჭდილებები, იმიტომ არის დღეს საიდუმლო ენერგიაში, რომ დიდად არ გითხრათ, რა შთაბეჭდილებები დარჩა ამ შეხვედრის შემდეგ. სიტყვარად ეს არ თქვას, რომ აი ძალიან კარგი დრო გავატარე, საუკეთესო ხარ, შენზე კარგი არავინ მყოლია და ასე შემდეგ, შეიძლება ესეთ რაღაცები არ თქვას, მაგრამ როგორ მიხვდებით, რომ ამას ფიქრობს და გრძნობს, რომ კიდევ სურს თქვენთან ყოფნა. თუნდაც იმით, რომ გააქტიურდება SMS-ებში, უფრო სწრაფი გახდება, უფრო აქტიური იქნება. შეიძლება დასვას ისეთ შეკითხვები, სად ხარ, ვისთან ხარ. შეიძლება უცებ სპონტანურად გითხრათ, რომ ხომ არ გცალია მოვალ. მიხვდებით, რომ ისევ სურს მალევე თქვენი ნახვა. შეიძლება დილით ნახეთ და ისევ საღამოს ხელახლა მოგწეროთ, რომ გამოდი ცოტა ხანი ვნახე. ყოველ შემთხვევაში ამ პიროვნების საიდუმლო ფიქრები და ემოციები არის ის შთაბეჭდილებები, რაც თქვენთან გატარებულმა დღემ მას დაუტოვა. თუ უახლოეს პერიოდში თქვენ ამ პიროვნებას არ შეხვდით, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ მოაწყოს ასეთი შეხვედრა, ან შემოგთავაზოთ შეხვედრა და დააკვირდეს, რაც იგრძნობს თქვენთან მიმართებაში, უკვე არა, ასე ვთქვათ, ვირტუალურ სამყაროში და მიმოწერებში, არამედ როდესაც შეგეხებათ ნამდვილად, ხო? ანუ ამ პიროვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის არა SMS-ები და ზარები, უფრო მნიშვნელოვანი არის live ცხოვრებაში, სადაც ნამდვილად ადამიანები ცხოვრობთ, იქ რას გრძნობთ და რას ვფიქრობთ. ანუ ამ პიროვნებას ახლა თუ უახლოეს პერიოდში შეხვდით, აქვს დიდი ენერგია და მუხტი თქვენგან მიღებული, თავს გრძნობს საკმაოდ ბედნიერად, შეიძლება ბავშვობის წლებში დააბრუნეთ. შეიძლება მისი ცხოვრება არის რთული, მაგრამ რაღაც მომენტში თქვენმა გამოჩენამ იმ სურვილი მოჰგვარა, რომ ისევ რომანტიკული გახდეს, ისევ რაღაცნაირად რაღაც გაალამაზოს, რაღაც შეცვალოს თავის მიდგომებში, აქედან გამომდინარე ამ პიროვნებას აქვს мотиваცია და აქედან გამომდინარე მის საიდუმლო შეგრძნებები და ემოციები უკავშირდება არა მხოლოდ ინტერნეტში ნაცნობობას და კომუნიკაციას, არამედ შეხვედრებს. მის საიდუმლო ფიქრებს შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დიდად სერიოზულად არ უყურებდა თავიდან თქვენთან დაწყებულ კავშირს და იფიქრა, რომ შეიძლება ერთჯერადი დატესტვა ყოფილიყო ამ ურთიერთობის, ან უბრალოდ მოგწერათ ისე, რომ ანგარიში არ გაუწია, ან შეიძლება უბრალოდ ლაპარაკი უნდა თავიდან, როდესაც ნაბიჯი გადმოდგა და მე ნახა თქვენი ფოტოები, ან შეიძლება როდესაც გვხვდებოდათ ისეთი ფიქრები ჰქონდა, რომ
კი უხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ამ ყველაფერს გაგრძელება დიდად არ ექნება. სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება ფიქრობდეს ამას, მაგრამ მიხვდა, რომ ეს მისი ფიქრი, რომ შეიძლება ვერ აგეწყოთ კონტაქტი სოციალური საიტების მიღმა, აღმოჩნდა უბრალოდ ფიქრი და თვითონაც ასიამოვნოდ გაკვირვებულია. უბრალოდ ამას ახლა თქვენ არ გეტყვით, რომ იცი რამე რომ გზაზე მოვიდიოდი, ვფიქრობდი, რომ პირველი და საბოლოო შეხვედრა იყო, ან საერთოდ სერიოზულად აღარ შევხედავდი ამ ყველაფერს. ამას არ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში თავიდან ჰქონდა ეს მომენტი. მის საიდუმლო ემოციები. ემოციები ის არის, რომ თუ თქვათ შენიშნა, რომ თქვენ იგივე მონდომებით არ წერთ, ან იგივე აქტიურობით არ პასუხობთ, ან თქვენ დიდ შთაბეჭდილებებში არ ჩაგაგდოთ მასთან შეხვედრა, შეიძლება ამის გამო მოიწყინოს. ანუ უნდა რომ თქვენზე ზეგავლენა მოახდინოს, თქვენ მასთან მოწყენილად თავი არ იგრძნოთ და თქვენს კარგი შთაბეჭდილებები დაგჭრეთ მასზე. ემოციურად ეს ადამიანი ითრუგუნება თუ უარყოფილად იგრძნო თქვენგან თავი, ან დაუგვიანეთ SMS-ი ან შეხვედრაზე უარი უთხარით ან რაღაც გადაუდეთ, მის განწყობა ფუჭდება. შეიძლება აქ იყოს სიტუაცია, როდესაც ახალ ნაცნობზე ჩაიფიქრეთ, ან ახლახანს იწყებთ ურთიერთობას, ან შეიძლება იყოს ადამიანი, რომელთანაც შეიძლება 3 წელია კონტაქტობთ, მაგრამ პირველად შეხვდით, ასე ვთქვათ, ვირტუალურ სამყაროს გარეთ ნამდვილ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, რომ შევაჯამოთ, რას გრძნობს, რას ფიქრობს და მის საიდუმლო ენერგია რა არის თქვენს მიმართ, არის ურთიერთობაში მეტი ყურადღების ჩადება და განმეორება იმ შეხვედრისა თუ ემოციებისა, რაც ერთმანეთისგან მიიღეთ. დაგემშვიდობებით, პირველებო, გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით მეორეებო და გავიგოთ თქვენ შემთხვევაში რას გვატყვის კარტი. მისი საიდუმლო ფიქრები და ემოციები თქვენზე. ნუ აქ ადამიანი არის ძალიან ესეთი გრძნობიარე, იმპულსური, ემოციური. მისი გრძნობიელობა ეხება იმ ფაქტს, რომ რამდენად მართლა ვუყვარვარ, რამდენად ვჭირდები, აი სულ რომ მასთან დაქორწინება გადაწყვიტოთ, სულ რომ დედამიწა აჩუქოთ, სულ რომ მის გამო ყველა გამომწერი წაშალოთ და მხოლოდ მას მასთან იკონტაქტოთ და მხოლოდ მას ემესიჯოთ, მაინც გულში აქვს ის განცდა, რომ საიდუმლოდ სულ გამოწმებთ, საიდუმლოდ სულ ამოწმებს თქვენს რეაქციებს, როგორი თვალებით უყურებთ, რა რეაქციები გაქვთ მის კომპლიმენტებზე. გაქვთ ყოველ წუთას და წამს, ყოველ საათში, ყოველ SMS-ზე გამოწმებთ, რამდენად წრფელია თქვენი სიყვარული და ისევ გიყვართ თუ არა. შეიძლება ხშირად გიკითხებათ, რომ ისევ გიყვარვარ, რამე ხომ არ შეიცვალა, ხომ ისევ გჭირდები, ხომ ისევ პირველი ვარ, ხომ ისევ ერთადერთი ვარ შემსწორებაში. ნუ მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლო ფიქრებზე და ემოციებზე ვშლით, აქ ადამიანი თავს ვერ შეიკავებს, რომ ეს საიდუმლო დატოვოს. ანუ შეიძლება ხშირად ამაზე ეფიქრება, მაგრამ მაინც თქვენთან მოაქვს თავისი ემოციები, ვერ გეტყვით, რომ აქ მალავს საკულტაგოლოდ რაღაცას, ანუ იმდენად იმპულსური ადამიანი არის, რომ თავისი ეჭვები იქნება, ეს სიხარული იქნება, ეს ემოციები იქნება, თუ სიყვარული იქნება, ამას ვერ დამალავს. ანუ არ შეუძლია უბრალოდ, რომ შეიძლება ერთი დღე რაღაც ჩაიკეტოს თავის თავში, მაგრამ მე ისევ ერთიანად მოგაყრით სათქმელს და გეტყვით, რომ მე ესე ვიფიქრე და ეხლა მიხსენი ესეა თუ არა. ანუ აქ დიდად თქვენთან საიდუმლოებები ადამიანს არ აქვს. საიდუმლო ფიქრები ის არის, რომ როდესაც სასიხარულო მომენტები გაქვთ ურთიერთობაში, როდესაც ძალიან ყველაფერი კარგად მიდის, როდესაც ყველაფერი თავის კალაპოტშია ჩამდგარი, შეიძლება ამ ადამიანს ახასიათებდეს საიდუმლოდ, მაინც რაღაცის ჩაძიება, მაინც რაღაცის მოძიება, რაღაცის გართულება, რაღაცაზე დაპანიკება, რაღაცაზე ეჭვების შემოტანა, ანუ ბოლომდე ვერ ტკბება ურთიერთობაში ჰარმონიით. ეს მისი ტრავმა შეიძლება იყოს და საიდუმლოდ მაინც რაღაც ტანჯავდეს და ხშირად თავს იკავებდეს, რომ გუნება განწყობილება არ გაგიფუჭოთ თქვენს, მაგრამ შინაგანად მაინც ვერ მშვიდდება. მის საიდუმლო ფიქრები და ემოციები არის ზოგადად ურთიერთობაში ის ფაქტი, რომ არ უნდა რომ იყოს მოტყუებული, არ უნდა რომ იყოს დაზარალებული, რაღაც მომენტში შეიძლება ჰქონდეს ესეთი გადავლახავი ფობია ამ ადამიანს, რომ
თუ რამე გრძნობაში შეიცვალა, თქვენ მას არ ეტყვით, გააგრძელებთ თამაშს. აი რაღაც ისეთი წარმოდგენები აქვს ურთიერთობაში, რომ შეიძლება დარჩეს მოტყუებული. იმის გამო არა რომ თქვენ რაღაცას გერჩით ან გედავებათ. უფრო აქვს ეს ან წინამორბედი ურთიერთობიდან გადმოყოლილი შიში, ან შეიძლება ზოგადად ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანი არის და აქედან გამომდინარე ეს ადამიანი ურთიერთობაში არის თქვენთან, მაგრამ გამუდმებით არის დისკომფორტში. ემოციურად არის სულ აღელვებული. უნდა რომ თუ რამე შეიცვლება, პირდაპირ იყოთ და რაღაც თამაში არ აღმოჩნდეს. მის საიდუმლო ფიქრები და ემოციები თქვენზე, მას საიდუმლოები არ აქვს, არც ფიქრებში და არც ემოციებში, აქ უფრო მოდის მისი საიდუმლო შიშები, რომელსაც საიდუმლოს დიდად ვერ უწოდებ და ვერ გეტყვით, რომ არის საიდუმლო, დროთა მანძილზე, თუ ის ჩაიკეტა, თუ რაღაც მომენტში რაღაცნაირად შეხედავთ, რომ ის გონება აქ არ არის, როდესაც ელაპარაკებით და სადღაც დაფრინავს, მეორე წუთში შეიძლება საერთოდ ის თემა არ სახსოვდეს, რაზე ელაპარაკებით და მან უბრალოდ გკითხოთ, რომ აი გადაამოწმოს ურთიერთობაში ხომ ყველაფერი იგზია და ისევ გაინტერესებთ თუ არა და შეიძლება ძალიან უადგილოდ მოგეჩვენოთ ეს მომენტები, მაგრამ ასეთი რაღაც აქვს, ანუ ურთიერთობაში მას სულ აქვს სანერვიულო, გინდ საერთოდ არ ქონდეს სანერვიულო, მაინც ნერვიულობს. აქედან გამომდინარე, აქ ამ პიროვნებას უფრო ეს ენერგიები ამოუვიდა, ვიდრე საიდუმლო ემოციები თქვენს მიმართ. დაგემშვიდობებით. გადავიდეთ ახლა მესამე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით მესამეებო, გავიგოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების საიდუმლო ფიქრები და ემოციები თქვენთან დაკავშირებით. აქ პიროვნება ფიქრობს თქვენზე, რომ საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანი ხართ, ან საკმაოდ ძალიან ბევრ ადამიანზე კონტაქტებით, ან ყოველთვის გამოიყურებით ძალიან მიმზიდველად, ან სადაც მუშაობთ, ბევრ ადამიანთან გაქვთ კონტაქტი, ან თქვენი შემჩნევა შეუძლებელია და სულ ფიქრობს, რომ ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ, ან გყავდათ, უამრავი შესაძლებლობა გქონდათ და რატომ გადაწყვიტეთ, რომ დაუთმოთ დრო მას. აი რაღაცა ცოტა ეჭვებში არის, რომ აი ამდენი ვიღაც ყავს გარშემო და ნუ თუ მარტო მე მეკონტაქტება, ან თუ მართლა მე ამომარჩი, ან რატომ ამომარჩი, ეს ბევრჯერ საკუთარი თავისთვის უკითხავს, რატომ მე? ყველაფერი აქვს ცხოვრებაში, ლამაზია, კარიერულად შემდგარია, წარმატებულია, უამრავი მეგობარი ყავს, ნაცნობი ყავს, ბევრს მოსწონს, ბევრთან შეუძლია ურთიერთობა და რატომ მე? ხანდახან ეს ფიქრები აქვს. ამას საიდუმლოდ იტოვებს, ამას არ გეტყვით. ან შეიძლება რაღაცნაირად გამოხატავს, მაგრამ პირდაპირ არ იტყვის, რომ მე ეს რაღაც კითხვები თავში მიტრიალებს. ამას თითქოს რაღაც უფრო დაკვირვებით, ან შეიძლება ესე შენიშნოს, რომ ხა აი რამდენ ადამიანს მოწონ ხარ, ნახე იმას მოეწონე. შეიძლება რაღაცები გითხრათ ესეთი, მაგრამ ანუ ხშირად ეს საიდუმლო ფიქრები უტრიალებს თავში იმის გაგებას სურს, რომ ესეთი მაგარი ხართ მის თვალში და ზოგადადაც ხართ, ანუ ადამიანები ძალიან გაფასებენ, ბევრთან შეგიძლიათ გამონახოთ საერთო ენა და ანუ როდესაც ესეთი თავისუფალი და მაგარი ცხოვრება გაქვთ და ამდენი, ასე ვთქვათ, შესაძლო ვარიანტის განხილვა გაქვთ, რატომ აირჩიეთ ის და რატომ ეკონტაქტებით, თუნდაც წყვილში არ იყოთ, რატომ ეკონტაქტებით ამდენს მას, რატომ უთმობთ დროს მას. თვით შეფასების პრობლემები ხომ არ არის, ახლა ვნახოთ. ნუ ვერ გეტყვით, რომ თვით შეფასებასთან მას რაღაც ესეთი საგანგაშო პრობლემები აქვს ახლა, მაგრამ მაინც შეიძლება რაღაც მომენტში ისეთი სხვანაირი ხართ, რომ ცოტა დაეჭვეთ, ან შეიძლება ფიქრობდა, რომ არ ქონდა თვით შეფასებასთან პრობლემები, მაგრამ თქვენ რაც გაგიცნოთ, რაღაცებს სხვანაირად შეხედა, სხვა კუთხით დაინახა. მის საიდუმლო ფიქრები თქვენზე კიდევ არის, რომ შეიძლება თავიდან აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა ჰქონდა თქვენზე, სანამ დაგეკონტაქტებოდათ და გაგიცნობდათ. ანუ ფიქრობდა, რომ ისეთი ადამიანი იყავით, სათავისოდ იყენებდით სხვა ადამიანებს, რადგან ბევრთან კონტაქტობდით, ან ფიქრობდა, რომ ამ კონტაქტებს იყენებდით სათქვენოდ რაღაცაში, ან ამით იამაყებდით ზედმეტად, ან რაღაც სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდა, უბრალოდ აღმოჩნდით, რაც მოგიახლოვდათ, ძალიან წრფელი ადამიანი, არ გაქვთ რაღაცა მანიპულაციები, არ გაქვთ რაღაც ლაბირინთები, რასაც ფიქრობთ, ამბობთ.
და ძალიან ესეთი პირდაპირი და მწრფელი და ნამდვილი აღმოჩნდით. ანუ შეიძლება ცოტა ყალბი ადამიანი აკონეთ იმის გამო, რომ შეიძლება ბევრი გამომწერები გყავთ და ესეთ წარმოდგენა აქვს მას ცოტა ცნობილ და ესეთ აქტიურ ადამიანებთან. არ ვიცი, რაღაც რწმენა წარმოდგენა რაც თქვენზე ჰქონდა, აბსოლუტურად შეცვალა, იმიტომ რომ მიხვდა, რომ თქვენ მასას არ გავხართ და თქვენი, ასე ვთქვათ, უნარი რომ ბევრი ადამიანი მიიზიდოთ და ბევრი ადამიანს მოწონდეთ, თქვენ ამ უნარს ბოროტად არ იყენებთ. ემოციები, მის საიდუმლო ემოციები რა არის თქვენზე? მას ცოტა ეშინია თქვენთან ურთიერთობის. იმიტომ რომ ვერ გაუგია აი მეგობრებით თუ ფლირტავებით თუ რა ხდება თქვენთან. მაინც ბოლომდე ვერ იჯერებს რაღაცებს, მაინც შიშებში არის ურთიერთობაში, ცოტა ფრთხილობს, გასაქცევ გზას იტოვებს, არ უნდა რომ ემოციებს ძალიან შემოჰყვეს. შეიძლება ფიქრობს, რომ განსხვავებული ცხოვრება გაქვთ, განსხვავებული შემოსავალი გაქვთ, განსხვავებული სტილი გაქვთ. ჯერჯერობით თქვენ სოციუმში თავის თავს ვერ იმკვიდრებს და თავის თავს ვერ ხედავს, ცოტა აშინებს. ეს ფაქტორები, მაგრამ მის საიდუმლო ემოციები თქვენთან დაკავშირებით ის არის, რომ ეს ყველაფერი მას ძალიან იზიდავს, თან განიზიდავს, თან შიშებშია, თან ცდუნებაშია, თან თქვენთან უნდა, მაგრამ რაღაც მომენტებში ეფიქრება ხოლმე, რომ თქვენ იმდენად კარგი ხართ და კეთილი ხართ, რომ ხანდახან ფიქრობს, რომ შეიძლება სხვებთანაც ესე ხომ არ მესიჯობს, ეს ფლირტად ჩავთვალო თუ მეგობრულია, თავაზიანია თუ მოვწონვარ. აი ეს ემოციები აქვს. ხანდახან ცუდ ხასიათზეც დამდგარა ამ ფიქრებს იმდენად შორს აუღია მისი გონება. მაგრამ მე რა ხვდება ხოლმე, რომ ეს უფრო მისი მოკერებული კუდები არის რაღაც თავის ფიქრების და მე ხვდება ხოლმე, რომ თქვენ არ ხართ ის ადამიანი, ვინც ლაბირინთებით მოძრაობს და თუ რამე სათქმელი გაქვთ პირდაპირ ეტყვით. ამასაც უყვირდება ხოლმე, მაგრამ მაინც თავის გონებას ვერაფერს უხერხებს, იმიტომ რომ ბევრი განსხვავება და ბევრი რაღაც დეტალები დაინახა თქვენს ყოველდღიურობაში, რაც მისი რეალობიდან საკმაოდ განსხვავებულია. მის საიდუმლო ფიქრები და ემოციები თქვენზე არის ის აღმოჩენა, რომ იმაზე ბევრად უკეთესი ხართ, ვიდრე ერთ შეხედვით ან ჩანხართ, ან ეგონა რომ ჩანდით კარგი და რეალურად შეიძლება არ ყოფილიყავით, მაგრამ დარწმუნდა, რომ თქვენ, ასე ვთქვათ, წარმატებული ხართ, მაგრამ ჰუმანური ხართ და არ ვიცი, მის თვალში ყოველ შემთხვევაში ისეთი ანუ ყოველთვის შეიძლება ჰქონდა ის ფიქრი, რომ თქვათ, ვინც მიღწევებს აკეთებს ცხოვრებაში, ქედმაღალია, მაგრამ თქვენ საერთოდ არ ხართ ესეთი. აი რაღაც ეს სტერეოტიპები დაუმსხვრიეთ და ამას ხშირად აღნიშნავს ხოლმე. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.